მედია პროდუქტი გადმოგვეცემა ფაქტების სახით, რომლის მეშვეობითაც ვიღებთ ინფორმაციას მომხდარ, განვითარებული მოვლენის შესახებ, ხოლო პროპაგანდა კი პირიქით, ჩვენ ქვეცნობიერზე და გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენის სხვადასხვა საშუალებაა. მეცნიერება აღარ არის საგანმანათლებლო პროცესიდან დამოუკიდებელი ფენომენი. თუ ჩვენ ვასწავლით მოსწავლეებს ისეთ ფაზეულ უნარებს, როგორიცაა კითხვა, არითმეტიკა, მშობლიური ენა, ისტორია და ასე შემდეგ, მაშინ რატომ არ უნდა ვისწავლეთ ასევე მედია? იმისთვის, რომ ისინი გახდნენ პროდუქტიული მოქალაქეები. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მოსწავლეები იყვნენ მზად იმ პრობლემებისთვის, რომელსაც ისინი ხვდებიან დღეს, ჩვენ უნდა მივცეთ მათ ის უნარები, რომელიც მათ სჭირდებათ. მედია წიგნები ერება შეუძლია, რომ მათ დაეხმაროთ როგორც პირადი, ასევე სოციალური პრობლემების მოგვარებაში. მედია წიგნიერება ასწავლის ბავშვებს განასხვავო რეალობა და ფანტაზია, მედიაში ასახული და რეალური ცხოვრების ძალადობა. შეაფასონ, გამოიკვლიონ და გადააფასონ მათი მულტიმედიური კულტურა. მედია წიგნიერება განიმარტება როგორც ინფორმაციაზე წვდომის ანალიზი, შეფასების შექმნისა და მოქმედების შესაძლებლობა, ნებისმიერი ტიპის საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით. მედია წიგნიერების განათლება კი არის პროცესი, რომელიც ემსახურება ჩაძიებისა და თვითგამოხატვის უნარების განვითარებას და ადამიანებს კრიტიკულ მოაზროვნებად, დაფიქრებულ კომუნიკატორებად და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად აქცევენ. მედია წიგნიერება უნარი, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში სწორად ორიენტირებაში გვეხმარება. მედია წიგნიერმა ადამიანმა იცის თუ როგორ, სად მოიპოვოს, გაფილტროს, შექმნას და გასცეს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე აქვს უნარი გადამოწმოს სანდოწყარო. მედია წიგნიერება ადამიანში ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. მოსწავლემ უნდა შეძლოს როგორც ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია, ტექსტების აღმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, ასევე მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება, ინფორმაციის გაფილტრვა და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. დეზინფორმაცია გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ქცევის ჩამოყალიბებაზე და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პროცესებს. ამიტომ არის აუცილებელი მედია წიგნიერების სწავლა. იგი უკავშირდება კრიტიკულ აზროვნებას, სიცოცხლის უნარს, რომელიც მხოლოდ მედიის ინფორმაციის ანალიზს ხდება და ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. მედია წიგნიერება გადამწყვეტია ჩვენ საზოგადოებაში თანასწორობის, კეთილდღეობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის. იგი ადამიანებს ეხმარება განავითარონ კრიტიკული აზროვნების უნარები და გახდნენ მედიის ინფორმირებული მომხმარებლები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ძლიერი დემოკრატიის ჩამოსაყალიბებლად. მედია წიგნიერება გადამწყვეტია ჩვენს საზოგადოებაში თანასწორობის, კეთილდღეობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის. იგი ადამიანებს ეხმარება განავითარონ კრიტიკული აზროვნების უნარები. მედია წიგნიერება ხელს უწყობს ინკლუზიის განვითარებას და აუცილებელია ჯანსაღი და ძლიერი დემოკრატიის ჩამოსაყალიბებლად. მედია წიგნიერების განათლების პრინციპები. მედია წიგნიერება განიმარტება როგორც ინფორმაციაზე წვდომის, ანალიზის, შეფასების შექმნისა და მოქმედების შესაძლებლობა, ნებისმიერი ტიპის საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. ხელს უწყობს ისეთი სასწავლო პრაქტიკის განვითარებას, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს თვითკრიტიკული ანალიზის უნარს ლოგიკაზე, არგუმენტირებულ მსჯელობას და ფაქტებზე დაყრდნობას. ხაზს უსვამს კრიტიკული ანალიზის საჭიროებას მედია ინდუსტრიის გავლენის შესაფასებლად და ასევე იკვლევს თუ რა გავლენა აქვს მედია მმართველობას ამა თუ იმ სისტემას, რაც შესაძლოა, რომ აისახოს თანასწორობაზე, ინკლუზიაზე, სოციალურ სამართლიანობას და მდგრადობაზე. მედია წიგნიერება არის უნარი, რომელიც გვაძლევს საშუალებას მოიპოვოთ და გადავამოწმოთ ინფორმაცია სხვადასხვა საინფორმაციო წყარო საშუალებით. მედია წიგნიერებაში შედის წიგნები, ფილმები, აფიშები, სოციალური ქსელები და სხვა. მედია წიგნიერება არის უნარი, რომელიც გვაძლევს საშუალებას მოიპოვოთ ინფორმაცია, გავაანალიზოთ, შევაფასოთ, ჩვენ შევქმნათ და შესაბამისად გავავრცელოთ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს საშუალებით. მედია წიგნიერების საკითხი ბოლო წლების მანძილზე ძალიან აქტუალური გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მედიაწიგნიერება თავისთავად გულისხმობს წიგნიერებასაც, რადგან წიგნიერება მხოლოდ წერისა და კითხვის უნარი არ არის. მედიაწიგნიერება არის უნარი, რომ გავაანალიზოთ, შევაფასოთ და შევქმნათ ჩვენი მედია, ანუ იგივე ინფორმაციის განმარტვას და შესწავლას ნიშნავს. მედიაწიგნიერება ეხმარება ადამიანს სწრაფ აზროვნებაში და კარგად განვითარებაში. მედიაწიგნიერების ცოდნა საჭიროა ჯანსაღი და ძლიერი დემოკრატიის ჩამოსაყალიბებლად. ასევე იგი ყოველთვის დაგვეხმარება, ახლაც და მომავალშიც. რატომ უნდა ვიყოთ მედიაწიგნიერები? მედიაწიგნიერება არის უნარი, რომელიც გვაძლევს საშუალებას მოიპოვოთ ინფორმაცია, გავაანალიზოთ, შევაფასოთ, ჩვენ თვითონ შევქმნათ და შესაბამისად გავავრცელოთ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს საშუალებით. მედიის გაწმენდა და მისი ეფექტიანი გამოყენება შესაძლებელია პრაქტიკული გამოცდილების კვლევებისა და განხილვის გზით, რაც ეხმარება ადამიანებს უკეთესად გაიგონ მედიის ზედატვირთვა და მეთოდები. მედიაწიგნიერებას მნიშვნელოვანი როლი აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რადგან ის უზრუნველყოფს ხალხისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ დებატებს. მედიაწიგნიერება ახალგაზრდებს ასწავლის დასვან კითხვები, შეაფასონ, გამოიყურიონ და გადააფასონ მათი მულტიმედიური კულტურა. გვასწავლის ვიფიქროთ კრეატიულად, გვეხმარება ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის განხილვაში. მედიაწიგნიერება გადამწყვეტია ჩვენს საზოგადოებაში თანასწორობის, კეთილდღეობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის. მედიაწიგნიერება ადამიანებს ეხმარებათ განევითარონ კრიტიკული აზროვნება, უნარები და გახდნენ მედიის ინფორმირებული მომხმარებლები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეзинფორმაციისა და პროპაგანდის ეპოქაში. მედიაწიგნიერების როლი ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების მრავალფეროვნების და ინკლუზიის ხელშეწყობისთვის და აუცილებელია ჯანსაღი და ძლიერი დემოკრატიის ჩამოსაყალიბებლად.